კითხვები, რომელსაც დღეს დავსვავ, ჩემი აზრით არის ძალიან საინტერესო. არა მხოლოდ იმათვის, ვინც ცხოვრობს wellness კონცეფციით, არამედ უფრო მეტად იქნება საინტერესო იმათვის, ვინც ცდილობს, აპირებს, ან შეიძლება ჩვენი საუბრის შემდეგ გადაწყვიტავს, რომ როგორც იქნა, უნდა დაიწყოს wellness კონცეფციით ცხოვრებას. ასევე შევეხები ქალბატონების კვებას, იმედია მამაკაცები არ გაგვიბრაზდებიან, ვინაიდან მე პირადად ძალიან მაინტერესებს ეს თემა და ვფიქრობ, ჩვენ ქალბატონებსაც აინტერესებს. მოგესალმებით ბატონ კარი. მოგესალმებით. თუ შეიძლება თქვენ შესახებ ინფორმაცია ყველაფერი მოგვიყევით, იმიტომ რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც იცნობს მთელი საქართველო, დარწმუნებული ვარ, მაგრამ რატომღაც ხართ ჩრდილში. იმედია ჩვენი გადაცემის შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდება თქვენი ცოდნით, თქვენი მიმართულებით. მე ვარ კარენ ტეროგანეზოვი, რომელიც მოღვაწეობ უკვე 38 წელია ფიტნეს სტრუქტურაში. მე ვიყავი ერთ-ერთი დამწყები, ესე ვთქვათ, საბჭოთა კავშირის მიერ რო დაიშალა, ერთ-ერთი პირველი მწვრთნელი ამ სფეროში. გამოცდილება მაქვს არა პატარა, ყველანაირი სახეობის, შემიძლია, მე მყავს მომზადებული ბოდიშით სპორტსმენები საერთაშორისო დონის, მე მყავს ნავარჯიშებით ცნობილი სპორტსმენები ფიზმომზადებაში. მაგ გამოცდილება ძალიან დიდი რეაბილიტაციაში, რაც შეეხება ნებისმიერ სხეულზე, გულია, ხერხემალია, მუხლია, არა აქვს მნიშვნელობა, სადაც ფაქტიურად ყველგან კაი შედეგები მაქვს დადებული. რაც შეეხება დანარჩენს, რა გითხრათ, დღესდღეობითაც მუშაობ, ვისაც ნამდვილად აინტერესებს ჯანმრთელი ცხოვრება და იცის ვისთან უნდა მივიდეს და როგორ უნდა მიხედოს თავს და ეს ტენდენცია ესეთია. როგორი მოგზალებული ხართ ეხლაც. ის რომ თქვენ გაქვთ სასწაული წიგნი დაწერილი. ხო, წიგნიც ამაქვს დაწერილი, დიახ. ქართულ ენაზე. დიახ. ანუ თქვენ ხართ წარმოშობით სომეხი, მაგრამ დაწერეთ წიგნი ქართულ ენაზე. ქართველი მოსახლეობისთვის. ეს ხომ ძალიან საინტერესოა. ბოდიშით, იმიტომ რომ მინდოდა ცოტა გამენათლებინა არა სპორტსმენები და ასე შემდეგ, არა უბრალო ადამიანები, იმიტომ რომ ძალიან ცუდი სტერეოტიპია, რომ ვინც დადის ფიტნესში, ეს არის ცუდი, მავნე იქ რაღაცებით კვებავენ, არა ჯანსაღ და ასე შემდეგ. ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა ეს წიგნი, თან ცოტა გამეპიარებინა ეს სფერო, იმიტომ რომ ეს სფერო არის ძალიან კარგი, უბრალოდ დღესდღეობით ინდონეზია მისული, რომ ძირითადად ფინანსებზია, ფულის საკეთებლად და არა ადამიანებზე ზრუნვა. ამ დროს ძალიან დიდი სარგებლობა მაქვს ჯანმრთელობისთვის საერთოდ. თუ იცით როგორ და სწორედ უნდა ივარჯიშოთ. მეხოთ იმისა, რომ დღეს სიმართლე რო გითხრათ, მე პირადად რო გითხრათ, აი გაგიმხელთ, მეხოთ იმისა, რომ თქვენთანაც პერიოდულად ასე მაქვს ხოლმე შემოტევები დავდივარ, მე აღარ დავდივარ და ძალიან არის სწორად ვიქცევ. იცით რატო? იმიტომ რომ დიდად არ მიყვარს ფიტნესი, აი მიყვარს ვარჯიში, მიყვარს მოძრაობა, მოქმედება, მაგრამ თვითონ ფიტნესი, როგორც ისეთია, ეს სატრენაჟორო დარბაზი რაღაცნაირად არ მიზიდავს, მაგრამ იმის მერე, როდესაც მე წავიკითხე თქვენი წიგნი, ასევე მე თქვენობით ვარ, იმიტომ რომ რაღაცნაირად მინდა რომ ეს სუბორდინაცია დავიცვა, თუმცა გაგიმხელთ, კარენს ვიცნობ უკვე, მე მგონი 10 წელზე მეტი, ხო? თითქმის 20 წელია. გეტყვით. 2011-ში გავიცანით. ხო, აი წარმოიდგინეთ, წესით მე ახლა უნდა მქონდეს ჩამოსხმული სხეული, იმიტომ რომ უსმენ კარენს და მის რჩევებს, თუ გავითვალისწინებ ყველაფერს, უბრალოდ მაინც აი ეს იცით რა, რაღაცა ჩემთვისაც არის გამოწვევა და არ არის გამორიცხული, რომ აი ეს ახალი წლის შემდეგ როგორც იქნა დავდგები აი ამ სწორ რელსებზე, სადაც ფიტნესიც გახდება ჩემი ყოველდღიური რუტინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. მეხოთ იმისა, რომ
ვარჯიშობდა, ყველა მიცის, რომ სხვადასხვა მიმართულებებში ვიღებ მონაწილეობას. რა თქმა უნდა, ესეც სამოყვარულო მიმართულებებია იქ ძირითადად. კარენ, თქვენ თქვით, რომ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ, მაგრამ არ აღნიშნეთ ციფრებით. ძალიან გთხოვთ, გააჟღერეთ. ანუ მე როგორც ვიცი, თითქმის 40 წელი. 38 წელია. კი ბატონო. შესრულდა. წარმოიდგინეთ 38 წელი, აი ეს ადამიანი არის ინდუსტრიაში, რომელმაც გამოზარდა უამრავი წარმატებული და დღეს წარმატებული ადამიანები, ვინც აი ეხლა მოღვაწეობს და სიტყვა ეთქვით, რასაც ქვია თავის მიმართულებებში და ჩვენი კარენა რატომღაც არ ჩანს. მაგრამ დღეს თემა, რომელსაც ჩვენ შევეხებით, არ არის კუნთები, ამ თემასაც აუცილებლად ჯანმრთელობა, კუნთი აქ არაფერი შუაში არაა. ეხლა მე აგიხსნით, საერთოდ ფიტნესი არ არის როგორც ასეთი, იმიტომაც მოიგონეს, რომ ეს ბოდიბილდინგი არაა. ფიტნესი არის კულტურის წესი, სხეულის. უნდა მიხედო აქ როგორ არის, იცით, მახვილი არ არის თვითონ კუნთებზე, აქ არის კუნთის სილამაზეზე. კუნთი არის ხორცი. ხორცის გარეშე როგორ შეიძლება იყოს ადამიანი? ვერანაირად. ამიტომ, ანუ ხორცი უნდა ქონდეს ან ცხიმი, ცხიმი არ გინდათ. ცხიმი რა არის? ამასაც აგიხსნით. ცხიმი არის რესურსი ორგანიზმის, როცა იმისთვისაა, რომ რამე ორგანიზმს რო გაუჭირდეს, რომ კონდეს ეს რესურსი, რომ დაეხმაროს ორგანიზმს სხეულს. ცხიმი იწვის ბოლოში და არა დასაჭყელი. ადამიანები ზოგი დიეტაზე ჯდებიან, ან შიმშილობენ, მიდის კუნთი პირველ რიგში. ცხიმი არის რესურსი, სანამ კუნთი არ წავა, ცხიმი არ მიდის. ამიტომ მაგისთვის არის ეს ფიტნესი, რომ თქვენ ქმნით სტრესულ მდგომარეობას ორგანიზმში და იხარჯება ამის აღდგენაში ცხიმი. და იწვის ცხიმი. ოღონდ ამას უნდა სწორი დატვირთვა და სწორი მიმართულება. ისე კი არა, აი მოკლა და აქ არ არის. ბევრს ვეუბნები ახლა დადიან და ვარჯიშობენ, ვარჯიშის მერე უნდა ფრინავდეთ და არა დაღლილი იყო და გაქანცული. ეგ არასწორი მიდგომაა. იმიტომ რომ პირველ რიგში გეღლებათ გული და არა კუნთი. კუნთს ბევრი სატანაშეულია, გულს არა. გულს თუ არ დატვირთავთ, იქნებით კარგად, სულ ფორმაში. მე არ აყვას არც ერთი მოსწავლე, რო თქვას, რომ აი მე დავიღალე, ან აი მეორე დღეს დაღლილი ავდექი და ეგეთი რაღაცა მე არ ყო. სადღაც პანდემიის პერიოდი იყო და ერთ-ერთი ჩვენი საერთო მეგობარი, სპორტსმენი ნანა ნებიერიძე, თქვენთან მაშინ ვარჯიშობდი აქტიურად და რაღაც ძალიან პატარა დრო იყო გასული. შევხვდით რა სადღაც და პირველი რაც მკითხა, ვარჯიშობ ხო? მეთქი ხო, საიდან მივხვდი? არა და მე ხარ რომ გითხრათ ასე ფიზიკურად, ნამდვილად ძალიან დიდ ცვლილებებს ვერ გრძნობდი და პირდაპირ მითხრა კარენას ხელწერა შენ სხეულზე. ანუ აი ის რაღაცა თქვენებური სწორი მიდგომა, როგორც მე პირადად მაქვს აი ჩემი ხელწერა ვთქვათ face yoga-სთან, აი ეს ძალიან დასაფასებელია და ვფიქრობ, აი ესეთი ადამიანები როგორც თქვენ უნდა გამოდიოდნენ ხალხში და რაც მესმის წიგნი, მაგრამ წიგნი ძალიან ბევრმა არც იცის რომ გაქვთ ეს წიგნი. იმიტომ რომ თქვენ ხართ რაღაცნაირი ისეთი ადამიანი, რომელიც არც ამას აპიარებს. ამიტომ ბევრი უნდა ილაპარაკოთ, რომ ბევრმა გაიგოს თუ რას ნიშნავს სწორი კვება, რას ნიშნავს სწორი ვარჯიში. იმიტომ რომ ყოველ მეორე ნაბიჯში არის ფიტნეს ცენტრი. თითქმის ყველგან არის ფიტნეს ცენტრი. ზუსტად ვიცი, აი აქ ამ შენობაშიც ახლა სასწაულის შენობა, აქაც არის ფიტნეს, ანუ დარბაზი, მაგრამ ამ დარბაზს სჭირდება სწორი ვარჯიშები, სწორად შედგენილი პროგრამები და რა თქმა უნდა კვება და დღეს დამეთანხმებით ხო? ალბათ. დღეს თემა, რომელსაც ვეხებით, ეს არის კვება. და მინდა აღვნიშნო, რომ კარენს აქვს თავისი საავტორო პროგრამები, სასწაული პროგრამები, რომლის დახმარებით ძალიან კარგ შედეგებს დებს, ჩემპიონებიც გაზარდა და ასევე აქვს არა ისე შედგენილი რაღაც ნუტრიციოლოგიის პრინციპებით, არამედ სიღრმისეულად, თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, თავის ცოდნიდან, სიღრმისეული ცოდნიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა დაკვირვება. კარენ. ეხლა ახალი წელი მოდის. ახალ წლამდე სანამ მივალთ, მე გეტყვით მოკლედ, საერთოდ ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური. ყველას უნდა ინდივიდუალურად მიდგომა.
პლუს როცა ადამიანს უნიშნავ კვებას, დიეტას, უნდა გააკონტროლო, იმიტომ რომ ორგანიზმი ყველას ერთი და იგივე არაა. და შეიძლება ისე ავნო სხეული, რომ რავი, მე დიდხანს წამლებზე იჯდიან, ქიმებთან იარო, იმიტომ რომ კუჭი, ფლორა არის ძალიან ნაზი და ძალიან ფაქიზი ორგანო. ამიტომ უნდა მაგას უნდა ცოდნა. უნდა პატარა გამოცდილებით კი ახლა იწყებთ ცოტა შტამპით, მაგრამ ნელ-ნელა მერე ცვლით, ანუ უურგებთ ადამიანს პირადად რაც თვითონ უფრო უხდება. მან და დიდი მნიშვნელობა რა რეჟიმი აქვს, სად მუშაობს, ან არ მუშაობს, ან სად არის დაბადებული, ძალიან დიდი ასპექტია. რაც შეეხება ახალ წელს, საერთოდ რჩევა ესეთი. შაქარი, გამომცხვარი, კარტოფილი, სოიო, ალკოჰოლი, თავისთავად, მაგრამ თუ ალკოჰოლი მაინც და მაინც უნდა მიირთვათ, ჯობია რომ საერთოდ მაგის მერე, მაგასთან ერთად არაფერი არ დააყოლოთ. ცოტა დალიოთ, ისე რომ ისიამოვნოთ, თან ცოტა ალკოჰოლი ნელ-ნელა როცა სვავთ, უფრო კარგად ხასიათზეც გაყენებთ. ზოგადად რო იძახიან ალკოჰოლი და ცხიმი, თითქოს ერთმანეთს რაღაცნაირად. როგორ არის, იცით, საერთოდ მე რომ მკითხოთ, ცხიმი ესეთი მავნე არა, ოღონდ ნატურალური. არის მავნე ქიმიკატებით გავსებული, თქვათ, ხორცი და ასე შემდეგ, პლუს არაორგანული პროდუქტი, ანუ ცხიმი, თქვათ, სიტყვაზე. ხო, ცოტა რთული, მაგრამ შეიძლება ის დაგვარათ, უნდა მიხედოთ ახლა. მე ვიზახი ძეხვეული და ესეთი რაღაცები, ეგ ძალიან მავნეა, ხო, იმიტომ რომ იქაც არის ცხიმი, ბევრ ამიშია, მაგრამ ეგ არის ხელოვნური ცხიმი და არა ნატურალური. აუცილებლად, როცა ჭამთ ტუტე პროდუქტებს, აუცილებლად ხორცი უნდა მიაყოლოთ. კი, ახლა შეიძლება ვეგანებმა მითხრან, რომ მაგრამ მე ვთვლი, რომ ვეგანური საკვები ეს შემოტენილია და არასწორია. ქართველებისთვის და კავკასიელებისთვის. ნებისმიერისთვის. ახლა გეტყვით, თქვენ გინახიათ ჩუქჩა ვეგეტარიანელი, მე არ მინახია. ახლა ჩინელს შეიძლება ძალიან ბევრი უხდებოდეს მწვანე, მაგრამ ისინი ჭამენ ხორცს, ტყუილია. თევზს ჭამენ. კი, თევზეული ჭამეთ, ხორცია ეგეთ, თევზეული კვერცხია, მაგალითად ყველაზე უნიკალური პროდუქტი კვერცხია. რომელიც გააკეთეს. კი, ანუ ყველაფერი არის შიგნით. აი, აბსოლუტურად ყველაფერი. და ადრე იძახდნენ, რომ არ შეიძლება რაღაც რაოდენობა და გაონებს და ის გული უფრო მავნეა და ტყუილია ეგ სულ ყველაფერი. ადრე ხო იყო საუბარი იმის თაობაზე, რომ აი კვერცხი კვირაში შეიძლება მხოლოდ 2 წამი. არ ეგ ტყუილია, მე მაგალითად როცა ვარჯიში დავიწყე, მე ვერიდებოდი, ჭამდი დღე-გამოშვებით, იმიტომ რომ ესევით, ესეთი ცოდნა ქონდა. მე მივხვდი რომ არა, იმიტომ რომ შეგიძლია ჭამო რამდენი წინდა. თავიდან, თვითონ გულის ამოღებით მარტო ცილა რომ მიირთვა. მაგრამ მე ნელა როცა ჭამ, არა შეულებრივია, არაფერი ისეთი არ აქვს და არანაირად არ გაწובה. ერთადერთი ისაა, რომ შეიძლება სხვა პროდუქტები უფრო გიღიზიანებენ და აბრალებდნენ კვერცხს. და ღამე კვერცხის ჭამა შეიძლება? კი. ზოგი დიეტოლოგები ურჩევენ ღამე, იმიტომ რომ სუფთა ცილა და უფრო კარგად წვავოს. ეხლა მე მაგას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ გამოცდილება არ მაქვს. მე რასაც ვთავაზობ ხალხს, მე ჩემი გამოცდილებით ვიძახი და ჩემი მოსწავლეების. რასაც ვაძლევ, ან ერთ შეიძლება მოერგოს, მეორე შეიძლება არ მოერგოს. საერთოდ ყველაზე ჭკვიანური ეცადეთ რომ დროზე და იმიტომ რომ ღამე როცა ჭამთ, ორგანიზმი სანამ არ მოინელებს, ჰორმონები არ იწყებს მუშაობას. ჰორმონები თუ არ დაიწყო მუშაობა, ვერ ირგებს მაგ საკვებს ორგანიზმი, ტყუილად ხარჯავთ. სუქთებით, მე გიგროვდებათ, მე გეჭედებათ უჭნაწლავები, მე რაღაც პრობლემები გიჩნდებათ. არის შანსი იმის, რომ ადამიანი სწორად იკვებება, მაგრამ იმის გამო, რომ გვიან წვება, ის არ ხდება ან სუქდება პირი. კი, დიახ, შეიძლება. შეიძლება ზოგი კიდე სიტყვაზე ჯერ ამას დაგიმთავრეთ. შეიძლება კი, იმიტომ რომ ჰორმონი როგორ არის, ყველა ჰორმონს აქვს თავის საათები. თუ თქვენმა კუჭმა არ მოინელა, ეს ჰორმონი ვერ ირთვება. თუ დროზე ვერ ჩაირთო, უკვე არეული გაქვთ. თქვენ გინდათ შუადღე დაიძინეთ, კი არის ერთი პერიოდი შუადღეს, როცა ჰორმონები ცოტას მუშაობენ. ეს არის პირველიდან მგონი 3-მდე. მერე აღარ. მაგრამ რაც მთავარია, რა ქვია მას, მელატონინი მაგალითად, ხო, რომელიც პირველი იწყებს მუშაობას, მაგ დროს უნდა იყოს სიბნელე. თუ სადმე შუქი ანთია, უკვე აღარ მუშაობს. ან სიტყვაზე ადექით საპირფარეშოში ღამე, შუქი ანთეთ, უკვე ითიშება. არ შეიძლება. ამიტომ ესე პლუს იმისა რომ საერთოდ ვარჯიშიც მე რომ მკითხოთ 7-ის მერე არ ვარგა. იმის გამო ახლა მე შეიძლება ფიტნეს კლუბებმა დამიწყონ რაღაც ჩხუბი, იმიტომ რომ ორგანიზმის 7-ის მერე იწყებს დაწყნარებას. აი დააკვირდით ბავშვი.
ბავშვი თუ აღზნებულია საღამო 7-ის მერე ვერ იძინებს. კარენ და რატო ავარჯიშებენ ახლა მაგალითად მე ვიცი რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა რა ვიცი მიმართულება გინდა ფეხბურთი, გინდა კალათბურთი იმის გამო რომ ბავშვებს აქვს სკოლა და ასე შემდეგ ანუ ძალიან გვიან ავარჯიშებენ და ნუ აი თან გინდა რომ ბავშვი დადიოდეს ვარჯიშზე თან ვერ ეწინააღმდეგები ამ პროცესს მე ბავშვი მოდის უნდა ელემენტარულად რაღაც საკვები მიიღოს ხო წესი და გამოდის რომ ის ფაქტიურად 11 საათზე და 12 წუთებზე იღებს საკვებს როცა ამ დროს უნდა ეძინოს ძალიან ცუდია ეგ ბიზნესია დღესდღეობით იმიტომ რომ ჩემის აზრით მოკვდა სპორტი საერთოდ იმიტომ რომ ეხლა სხვა ინდუსტრია და სხვა სიტუაცია. ეხლა არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ფული. ფულის გარდა არავის მეტი არაფერი არ აინტერესებს. ძველი თაობა ფაქტიურად აღარ არის, რომელსაც ან არ უჯერებენ. მე შეიძლება შემორჩენილი ვარ და ესე ვარ გაზრდილი, ვიცი რომ ესეა, ჩემს შვილებსაც ვეჩქურები ხარ. შემორჩენილი ხარ, უნდა გამოგიყენო. ხო, მე საერთოდ ვთვლი, ადამიანი თუ ბავშვს დადის ფეხბურთზე, ესე იგი უნდა გართული იყოს მარტო ფეხბურთით, რა სკოლა. თუ მიზანი აქვს ფეხბურთელობა. თუ არა აქვს მიზანი რა თუნდა მაშინ. ტყუილა დროის კარგვაა. მე მყავს ქვეყანა ნაცნობი, ვინც ოჯახმა გადაყვა, ფულებს ხარჯავდნენ, ამზადებდნენ, სკოლაში არ უსწავლია, მე არაფერი არ გამოვიდა, დარჩა ისე, უსწავლებელი და არც ფეხბურთელი. ნუ აი ზუსტად ამას გულისხმობ მე რომ როდესაც ბავშვი არის სპორტში, იქ პირველი რაც ყველაზე კარგად უნდა იყოს დაალაგებული, ეს არის კვება. მე საერთოდ რომ მკითხოთ, წესით უნდა იყოს როგორც ინტერნატი. იქ უნდა აჭმებდნენ, იქ უნდა აძინებდნენ და უვლიდნენ. სიტყვაზე და მე რომ მკითხო შაბათ-კვირასაც არ უნდა გამოუშვან, მაგრამ ნუ ეხლა სანახავად რაღაცა. იცით რატო? იმიტომ რომ ბავშვი არის სახიფათო. შეიძლება რაღაც შარში გაეხვიოს, ყოფილა ეგეთი შემთხვევა. ფეხი მოუტეხია, ეს ყველაზე მცირე. ხო და მორჩა მაგის კარიერა და ნუ არ შეიძლება. ბევრი ვიცი თამაშობენ, ხელი მოაწერონ კლუბთან. ამ დროს ჩამოვიდა გუბანში ითამაშა, არ ვიცი, ძალად მოუტეხეს თუ რა ფეხი მოტყდა, всё. მორჩა მაგის კარიერა. ამ დროს მომავალი ქონდა ძალიან მაგარი, მაგრამ არ გამოუვიდა. როცა ხარ პროფესიონალი შენი საქმის უნდა მიყვებოდე. ხო, ანუ რაღაც ბევრი რამე უნდა გადადო უკვე. აუცილებლად. კი, თუ ხარ. შენ არჩევას. კარენ, ახლა ისევ კვებას დაუბრუნდეთ, მაინც ახალ წელს დაუბრუნდები და ცოტა პატარა გამიჯნვას მაინც გავაკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ შენ სანამ დავიწყეთ ჩვენი ეს ჩართვა მე შენ დაგისხვი კითხვა ქალბატონების და მამაკაცების კვებასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, მაინც გასხვავებულია ვინაიდან რეპროდუქციული სისტემა, ვინაიდან ემოციური ფონი და ასე შემდეგ ეს ყველაფერი ჩვენშია. და ნუ ვერ იქნება, ხა მამაკაცი უფრო აქტიურია, უფრო რაღაცნაირი ქალბატონი უფრო ემოციურია. არა, მეტაბოლიზმი მამაკაცის უფრო სწრაფია, ვიდრე სიტყვაზე ქალბატონის. მე ქალბატონი არის მომავალი დედა, ამიტომ ნუ ღმერთმა ესე ვთქვათ, მისცა ის საშუალება, რომ ორგანიზმმა დააგროვოს ეს. ამიტომაც ქალს მეტად უჭირს გახდომა, ვიდრე მამაკაცს. ეს იმის გამო, რომ უნდა იმშობიაროს, მაგრამ უკვე ნამშობი რა არის, ბუნება, ხო, თან ძირითადად არიან წელს ქვემოთ. ძირითადად. ნუ როცა უკვე წელს ზემოთ, ეს უკვე პათოლოგია, უკვე ავადმყოფია საერთოდ. მე ვთვლი ნებისმიერი ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა. და რაც შეეხება ქალბატონებს, ხო, ქალბატონი უფრო ამტანია სამაგიეროდ ვიდრე მამაკაცი. ამიტომ მეტი ვარჯიში შეუძლია ვიდრე კაცს. დიახ. პლუს ქალბატონს შეუძლია და უფრო მარგებელია პატარა შეწყვეტებით რო გააკეთოს ვარჯიშები. სიტყვაზე რაღაც კუნთი გააკეთა, შეწყვიტა, მერე გააგრძელა ცოტა ხანი. ანუ მაღაზიანმა კაცზე მოქმედებს, კაცმა არ უნდა შეწყვიტოს, იმიტომ რომ მერე ორგანიზმი გებულობს, რომ გონია, რომ უკვე მორჩა ვარჯიშს და მიდის რელაქსაციის პროცესი. უკვე აზრი არ აქვს ვარჯიშს არანაირი. რაც შეეხება კვებას ახალ წელს, ხო? მე მაგალითად რამდენი საკითხული მაქვს და გამოცდილება მაქვს ყველა ანუ ზამთარში არაფერი არ იზრდება, ამიტომ ყველაზე კაი არის მჟავე, კიტრი, პომიდორი. ხო, მჟავე. სეზონურია, ხო. თქვენ რა გონიათ, რომ სოფლებში რო აქვს და ამზადებენ მაგისთვის, იმიტომ რომ ზამთარში მოსავალი არ არის. ეს ახლა შემოდის საზღვარგარეთიდან ქიმიკატები გატეტენ. გახიან რომ მჟავე და ზოგადად ეს ყველაფერი აგროვებს ორგანიზმში. გადაშალეთ
საინტერესო არის ინტერნეტში ისინი ეძებეთ ნახავთ თქვენი რომ ძალიან მაგარია და ძალიან მარგებელია ორგანიზმის ფლორას აი პროსტა აწესრიგებს სასწაულად კომბოსტო თეთრი კიტრი მჟავე მოსულები რატო ჭამენ კიტრის მჟავეს პომიდორი ძალიან მაგარია ანუ ის რაც ცოცხალია ის არის არაბუნებრივი უკვე იმიტომაც არ ვარგა. ზაფხულში კი, თან არაფერს არ კარგავს თავის თვისებას. ხო ვერ მიირთმევ რაღაცა. ხორცთან ერთად. და კარტოფილი? არა, კარტოფილი არ ვარგა. ვაფშე კარტოფილი არის საწამლავი მე რომ გითხოთ. კი. კი, მე გეუბნებით. მით უმეტეს ახლა ბევრი არ ყვირდება, აი მომწვანე რო გვერდი აქვს. კალიუმს შეიცავს, კალიუმი, რომელიც აი თუ აი მასშია თავის არა? რატო? არა. ნუ იცით როგორ არის ხა პატარაზე ცოტა აბა რას ჭამდნენ ერთ კარტოფილს ჭამდნენ და ძალიანაც ჯანმრთელებიც მაშინ კარტოფილის გარდა არაფერს ჭამდნენ ორგანიზმის თიმოშიებული იყო საწამლასაც მოინელებდა მაგაზე არა მე უბრალოდ გიხსნით მე როგორ ვფიქრობ ხა დანარჩენი თქვენ გინდათ კარტოფილი ჭამეთ რაც გინდათ გიჭამ მე რასაც გირჩევთ არა თუ არა ნუ მე არავის არ ვაძალებ ანუ მაინტერესებს უბრალოდ იმიტომ რომ არის სოიო ლობიო კარტოფილი არ ვარ არა და ის რო შეიცავს ის არა ქვია კიდე ბურღულეული ეგეც არ ვარგა არა მე გეტყვით ეს საიდან შემოვიდა საერთოდ ეს ფაფები და რაღაცა ადვილი გასაკეთებელია და ბევრს აჭმევ იაფიჭდება ეგ როცა თავრობა ან ჯარი ან რაღაცა გინახავს და იწყები ხო ძღები და გრეჩი ხა ციციბურა უბრალოდ გერკულესი როგორ არის იცით არის კიდე ერთი ვერსია მაგრამ მე მაინც არა ვარ მომხარე რომ დათესო და ცოცხლად ჭამო ან დაასველო ღამე დილაზე ადგე და ეს დასველო ცოტა რატო აი ნახე რა მაინტერესებს ციციბურა ხო იძახიან რომ რკინას შეიცავს და ვისაც აქვს დაბალი ჰემოგლობინი რკინას შეიძლება რკინას ხო არ აჭამთ ანუ არა მე გეტყვით საერთოდ ადამიანისთვის ყველაზე იდეალური და ყველაზე კაი არის ხორცი, ცხიმი, წყალი. რისგანაც არის თვითონ. ჩვენ ხო ვართ რისგანაც შევდგებით ფაქტიურად. კი, ხო. რა ქვია ჩვენ ხო დაწებლები ვართ. როგორც არ უნდა დაუძახო. და აი ჯგუფების მიხედვით ხო არის იქ რაღაც არის ჯგუფების დიახ თქვათ პირველი ჯგუფის ეს იყვნენ პირველ ყოფილები მერე უკვე როდესაც შემოვიდა არა დაწებლები მერე გახდნენ ვითომ რას ქვია ამას აი ხო გაჩევნიკი ხო ქართულად არ ვიცი აღარ მახსოვს მიწერია მერე ისევ ერთ ადგილას მოждდა მერე დაიწყეს თესვა თოხვა და მისთვის უფრო კაია ნუ ასე შემდეგ მაგრამ მაინც გეტყვით რომ დიდი მნიშვნელობა აქვს სად არის დაბადებული, სად არის გაძლიერებული საცხოვრობს. აქედან გამომდინარე, ეგ ყველაფერი არის ინდივიდუალური. აი, გეტყვით ახლა, მაგალითად, მე აქ ცხოვრობ, ხო? ახლა ბანანი შემოდის, ბანანი უკვე აღარ ვარგა. არანაირად არ ვარგა, იმიტომ რომ აქ არ არის გაზრდილი. ნუ საქართველოს, ხო, ეს არის სეზონური პროდუქტი, რომელსაც სეზონურზეც არა, იქ წყვიტავენ არა მწიფეს, რაც ყველაზე ცუდია. არ შეიძლება ხილის მოწყვეტა თუ მწიფე არ არის. და გზაში ვიტომ წიფდება მოდის და გონიათ ბანანი კარგია მარგებელია ნებისმიერი პროდუქტი რაც შემოდის საზღვარგარეთიდან არ ვარგა ჩვენთვის ჩვენ უნდა ვჭამთ არაფერი არ ვარგა ანუ თქვენ უნდა ჭამდეთ იმას რაც აქ იზრდება რაც ახალი დაკრეფილია და მომწიფებულია მაგალითად თქვენ იცოდით რომ ხურმა არ შეიძლება საერთოდ ისე სანამ არ მომწიფდება შხამია ის რო გიმაშვება ხო ეგ ძალიან მავნეა და როდესაც მომწიფებული მე შეგიძლია ჭამოთ და გამხდარი ხო მე ხილი უნდა ჭამოთ როგორც საჭმელი ცალკე იმიტომ რომ რაღაცასთან ერთად ან დაყოლებით არ შეიძლება იმიტომ რომ პება სხეულში და გაზებს გიგროვებთ უკვე არის შხამი და აი ღამე შეიძლება ხილის ჭამა არა მზის ჩასვლის მერე არა იკეტებასავით როგორც ყვავილი ისეც ის ახსოვს და გამოყოფს თავსიცავს ну მე ხა ცოტა ესე მეტაფორულად ყვები არა ხო ხო მაგრამ რომ მიხვდეთ უბრალოდ ხო რომ მიხვდეთ ანუ იკეთება და გამოყოფს ანუ თავს იცავს ხო წვენი მაგალითად ახალგაწურული ხო 10 წუთის მერე აღარ ვარგა აი ეს მაღაზიის წვენები არ შეიძლება უკვე ყვდება ყველაფერი რაც კარგია ყვდება შიგნით პლუს წყალი უნდა დაამატოთ აუცილებლად გააზავს ის შხამი აი მაგალითად თხილი კაკალი უნდა დაასველოთ იმიტომ რომ ისე არ შეიძლება ჭამა ეგეც შხამია
ქეში მაგალითად ძალიან უნდა დაასველოთ. ნუ იცი რა, აი მე ეგ არ ვიცოდი, მაგრამ უბრალოდ ვრეცხავ ჭამის წინ. არა, ყველა ხილს, კაკალს აქვს თავის დრო. ეგ არის ინტერნეტში შეგიძლიათ წაიკითხოთ, რამდენი ხანი რა უნდა დაასველოთ. ანუ ამ ყველა ნიუანსს თუ გაითვალისწინებ, პრინციპში გამოდის, რომ შენი სხეული ნელ-ნელა მეხსიერებიდან წაშლის უკვე რაღაცა პროცესებს. კი, მაგრამ აი ყველაზე მარტივი და კაი მაჩვენებელი, თუ თქვენ გაზები არ გიგროვდებათ, ესე იგი თქვენ სწორ გზაზე ხართ. თუ არ გბერავთ რაღაცა, კარგად გზნობთ თავს, ესე იგი თქვენ ორგანიზმს ერგება. თუ რაღაცა გაწუხებთ, ესე იგი არ ვარ, რაღაცა უნდა შეცვალოთ, უნდა მიხვდეთ რა არის მავნე და აღარ მიიღოთ. ან რაღაცა, ხერხი მიყოთ. ანუ თვითონ უნდა მოусმინო შენ ორგანიზმს. კი, მაგაზე კაი ნუტრიციოლოგი არავინ არა. ანუ თვითონ ადამიანი. კი. და რა სიტყოდი აი მაგალითად იმ პერიოდებს, როდესაც ქალბატონი თვითონ, როგორც ქალი განიცდის აი რაღაც თავის ემოციურ ფონს თვეში ერთხელ, ან შემდეგ უკვე რაღაცა კონკრეტულ ასაკში რო შედის, მისი ორგანიზმი ცოტა იცვლება. აი ამ პერიოდში ძალიან ბევრი ქალბატონი გრძნობს, რომ იცვლება არა მხოლოდ მენტალურად, არამედ ფიზიკურად ეს ყველაფერი თითქოს მართვის ქვეშ აღარ ექვემდებარება მართვას. ანუ მე ძალიან ხშირად მესვის ქალბატონებისგან, რომ მაქსიმალურად ვცდილობ სწორად ვიკვებები, სწორ დროს ვიძინებ, ვიღვიძებ და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც ანუ ვერ ვიკლებ, ან ვშუქდები, ან კიდე რაღაც ამდაგვარი. აი აქ რას გვირჩევდით? აგიხსნით. აი მაგალითად ადრე ძალიან იშვიათად ყდებოდა ადამიანი ახალგაზრდა. მე დაჟე მახსოვს რომ კიბოთ დაავადებული ძალიან იშვიათი იყო, ახლა ძალიან გახშირებულია. ძალიან. იმიტომ რომ ძირითადად სისხლმოძრაობაა. ანუ არტერიები სულ გადატენილია და სისხლს ვერ ატარებს. ეს პირველი. холестеринზეა საუბარი. холестерინი არ არის მავნე. холестерინიც რა არის საერთოდ? როგორც მეხანძრეა ორგანიზმში. როგორც კი პრობლემა ექმნება, გამოყოფს холестерინს, რომ დაიცვას. ეს არის კვების ბრალი, საერთოდ. ოღონდ არასწორი, ცხიმიანი კი არა. როგორ შეიძლება იყოს მეხანძრე დამნაშავე სიტყვაზე ცეცხლის, ხანძრის, არანაირი. ანუ პირიქით ესე холестериნის გამოყოფა ეს არის ორგანიზმის დაცვა, რომ არ გაუსკდეს ხო უსქელებს, კედლებს, რომ არ გაუსკდეს სიზარღვები. და ეს ხდება, თორე холестерინი მავნე არაა, როგორც თვითონ თავის. რატომ ებრძვის მაშინ ყველა მაღალ იმიტომ რომ ბიზნესია დღეს. დამიჯერეთ. აბა ნახეთ, რა ხდება. აფთიაქები გადატენილია. ვის რა თქმა უნდა ეს წამლები მითხარით მე, არც ერთი წამალი არ შველის, არც ერთი. არ არის საშველი წამალი. ისე არ ვიცი მომცემთ უფლებას თუ არა რომ შევეხოთ ემას, რომ თქვენ რაღაც პერიოდი გქონდათ რაღაცა სერიოზული პრობლემა ორგანიზმში და თავად თავისი სწორი კვებით, სწორი ცხოვრების კონცეფციით, ანუ wellness მიდგომით სრული გაჯანსაღება მოხდა თქვენს ორგანიზმში და რა ვიცი თუ არ არის თქვენთვის პრობლემა, იქნებ 1-2 სიტყვა. კი ბატონო, მე 2014 წელს გავხდი ავად, ფიქრობ კი არა დარწმუნებული ვარ წამლების გამო, რომელიც მე დამინიშნეს არასწორად და დამემართა ღამე გავიღვიძე და ვერ ვინძრები, ყველაფერი მტკივა. ერთი კვირა ვიყავი უძრავი, საერთოდ ყველაფერი მტკიოდა, აბსოლუტურად მეწოდა. მე დავიწყე გამოყუჩებლებით ნელ-ნელა ადგომ, იმიტომ რომ აზრი არ ქონდა როდემდე ესე. მე დავიწყე მკურნალობა, მატყუილებდნენ ექიმები, რავი, 15 ნაირი წამალი დამინიშნეს, ცხენის დოზები, რაღაცეების, რავი, მე და მითხრეს რომ შენ უკვე ინვალიდი ხარ და ესე უნდა იყო და უნდა მიხედო, მატყუილებდნენ რომ შეგიძლია ჩემთან არია რომ სხვასთან იარო, მაგრამ ეს გარდაუვალია და მიხედე, არის ვარჯიშო. რომ მივხვდი რომ აზრი არ აქვს, სადღაც 1-9 თვე ტყუილად დავკარგე. იმიტომ რომ მშობლები, მეუღლე მიდი, ექიმები ცუც არ გეტყვიან. დავიწყე ჩემით, ყველაფერი ვცადე, რაც შეიძლებოდა და არ შეიძლება. ბევრი კაი წამალი აღმოვაჩინე ბუნებრივი, რავი მე, დღესდღეობით საერთოდ არაფრის პრობლემა არ მაქვს, ყველაფერი კარგად მაქვს. პრობლემა მქონდა ცოტა კუნთის ზრდის, იმიტომ რომ ატროფია მქონდა, მე დავიკელი ერთ კვირაში 32 კილო.
და რა ერქვა თქვენ პრობლემას? პოლემიოზიტი და დერმომიოზიტი პლუს კანიც. ამ წამლებმა, რომელსაც ქვია მედროლის საშინელება, მედიპრედი, ანუ დამაბრმავა, ორი თვალის ოპერაცია გავიკეთე, ტრომბი გამიჩინა, კანის დაავადება მქონდა საშინელი, პროსტა ვერ ვიხდით იმცხვენოდა. პლუს ისეთი ჩხირივი მქონდა ფეხები, საშინელება, ფეხს რო უწევდი, კანი მეკიდებოდა, ძვალი მიჩანდა. იმ პერიოდში 8 წელი დავიტანჯე, ხო, 8 წელი დავიტანჯე. აი, მინა კოშმარია, რო ვიხსენებ, არ ვიცი. ნელა მე ვიყავი ისეთ ექიმებთან ბუნებრივი ვითომ რაღაც ისეთ რაღაცას ბალახომა წამლებს მიწერდნენ, არაფერი. ნუ ბოლოს ნენელა დავიწყე მე თვითონ ინტერნეტში ძებნა. დავიწყე ვიპოვე ერთი წამალი, თურმე ძირითადი პრობლემა რაც შეიძლება იყოს ეს არის ჭიები. თუ ჭია აჭარბებს ორგანიზმში, ხარ ავანტყოფი, ძირითადი საკვები არის შაქარი და წამლები. და წავიკითხე ესეთი მიხაკი თურმე ყოფილა ერთ-ერთი უძლიერესი ანტისეპტიკი, ბუნებრივი, ანტიბიოტიკიც, რომელმაც ერთ დღეში გადამაგდებინა წამალი, რომელსაც ვერ ვაგდებდი 4 წელი. ვაგდებდი, ცუდად ხდებოდი, ისე ვიწყებდი, ვაგდებდი, ცუდად ხდებოდი, ისე ვიწყებდი. ეგ რომ მივიღე, ეგ მომეხსნა. მაგრამ ცოტა სახსრების ტკივილი რაღაცა მქონდა. მე კიდე მივაგენი წამალს, რომელიც სახსრების ტკივილი საერთოდ მომიხსნა. აი, საერთოდ არ ვიცი რა არის სახსარი. ნუ მოდი ასე ვიტყვით, რომ სწორად მიუდექით საკუთარ სხეულს, მოისმინეთ, დაიჯერეთ, რომ თქვენ ხართ საკუთარი თავის ტრანსფორმატორი, ანუ ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაიჯერო საკუთარი თავის, დაიწყეთ მოძიება და რა თქმა უნდა სამყარო ღმერთმა დაგეხმარათ, რომ იპოვეთ ის გამოსავალი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თურმე არ ყოფილა ისეთი რთული. არაფერი რთული არაა. მე უბრალოდ მებრძოლე ვარ საერთოდ. სულით. მე არ შემილია, აი ვიძახი თუ ესია, ნუ ისედაც მოვკვდები და მოდი ვცადო. მე არ შემილია, როცა აი ზოგი ხო კაცი სიცხეს ვერ იტანს. მე სიცხეს ვერ ვიტან იმის გამო, რომ ბევრი რაღაცას ვერ ვაკეთე. ავადმყოფობა არ მიყვარს საერთოდ. ამიტომ მე არ ვცივდები ფაქტიურად. აი, ნუ პატარაზე თუ რაღაცა ეგრევე მიხაქსავს ვაო. ეგრევე და ისე თქვენი რეცეპტი მე თუ მოგცემთ უფლებას გაუზიაროთ. კი ბატონო, მე არაფერს არ მალავ. მე როგორც ხედავ ეხლა საკმაოდ ის კუნთოვანი მასა, ყველაფერი. კი, ეხლა მოვიმატე 8 კილო კიდე ამ თვეში. ხო, ანუ ვარჯიშობ. ბუნებრივად. ბუნებრივად, ხო. ანუ ეს არის კუნთის მასა. კი. ხო. კარენ, მაინტერესებს ეხლა ისევ დაუბრუნდეთ ჩვენ აი ამ საახალწლო სუფრას და კიდე თემა, რომელსაც დავიწყეთ, შევეხეთ და არ განვავითარეთ. ეს არის ქალების ემოციური ფონი, კვება, ასევე რეპროდუქციული სისტემის რაღაც, ნუ ისე თუ ასე ხო ყველა ქალი დედაა, თქვენ ესე გქონდეთ. პოტენციური დედა, შეიძლება ეს ფუნქცია არ შეასრულოს, მაგრამ მის ორგანიზმში ეს ფუნქცია არსებობს. გადარჩენის კი ბატონო. და აი კვება, როგორი უნდა იყოს ქალის კვება, როდესაც ისე თუ ასე მაინც სენსიტიურია მამაკაცისგან განსხვავებით, ქალი მაინც სენსიტიურია ჩემი აზრით. უფრო სუქდება, უფრო სწრაფად სუქდება ვიდრე მამაკაცი. აგიხსნით ახლავე. ქალბატონს შეუძლია რომ იშიმშილოს. იშვიათად ჭამოს. მაგის პრობლემა არ აქვს, იმიტომ რომ მაგის ორგანიზმი მაგაზე გათვლილია. საერთოდ და არის რეკომენდაციები, რომ ვარჯიშის დროს შეუძლია რომ ცოტა აშიმშილო. არაა პრობლემა, არ გამოიფიტება როგორც მამაკაცი. ნუ ეგრეა. მეორე ფაქტორი ისაა, რომ ბევრი ყლაპავს. როცა თქვენ ყლაპავთ, საჭმელს არ ითვისებს ორგანიზმი, ჩადის კუჭში. ნახევარსაათში ისევ გშიათ. მეორე ფაქტორი, უნდა ნენელა დაღეჭოთ, იმიტომ რომ მატარებელი არის ორგანიზმში კვების ნერწყვი. კარგად უნდა გაერიოს ნერწყვთან. პლუს აი ეს საყლაპავი მილი რაც არის, ეს არის ყველაზე მთავარი. ეს ამან უნდა შეიწოვოს, ამან თუ არ შეიწოვა, ისევ მოგშივდებათ. კუჭი რაც მოდის, ის ინელება და მერე გადის.
თუ პრობლემა არ არის, კარგად გადის თუ არა, მე გაწუხებს პრობლემები. ხალხს და მამაკაცებს ხო, აგიხსნით ახლა შემდეგი. კიდე რა ფაქტორია ქალბატონების. ქალმა უფრო მეტი უნდა იმოძრაოს ვიდრე მამაკაცმა. იმიტომ რომ ქალის ყველაზე რთული, ანუ დეპრესიაც, ყველაფერი ქალი როცა ჩერდება, უწყებს ტვინში პრობლემები. ეგრევე. მაგრამ პირიქით არ იძახიან რომ ქალს უნდა ეძინოს უფრო დიდ ხანს, რომ ეს მედიტაცია, უფრო სიჩუმე, სიწყნარე, რომ აი ქალს არ უხდება ეს ძალიან სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა. საიდან მოვიდა? ქალი თვითონ არის სტრესი. ცოცხალი. იმიტომ რომ ქალს თუ რაღაცას არ მოედო, ვერ ინელებს. ნუ ბუნებაა ეგეთი. უყვარს ეს. ამიტომ ძილი კი, ძილი დროზე ძილი. 7-ის მერე საერთოდ ძილს აზრი არ აქვს არანაირი. მაგრამ ქალი უნდა იყოს დასაქმებული. მე არ ვიძახი დალაგებით და არა ვარ მე ახლა სექსისტი და კიდევ თუ არა უნდა ოჯახს ვიმა. ეგ ცუდი არაა საერთოდ. ნუ ახლა მე არ გადავალ მაგ თემაზე, ჩემი თემა არაა. მაგრამ ქალი როცა რაღაცით გართულია, სხვებს არ აწუხებს. თავის იმითაა, თავის სტიქიაშია მოსწონს. როგორც კი ჯდება საქმე არ აქვს, იწყებს ჩიჩქნას. გარჩევო ყველაფრის. არა, გასაგებია, მაგრამ მაინც კვებაზე მაინტერესებს. ნუ ჩიჩქნას გასაგებია. კვება ცოტა რაოდენობა. ნელ-ნელა ღეჭვით. ეგ ნებისმიერ საერთოდ, იმიტომ რომ ნელ-ნელა როცა ღეჭავს, ბევრს ვერ შე. და ჭამს ძალიან სწრაფად, რომ ბავშვი ის. ძალიან ცუდი. მე კიდე ერთი თვისება, როცა ამზადებენ, უნდა აუცილებლად გასინჯოს იქ, მე არ შეიძლება ეს შუალედი დარღვევები კი არა, პერეკუსები როგორ არის ქართულად არ ვიცი. ხო, ანუ ეს ხშირად უნდა კონდეს საათობრივად საერთოდ. თქვენი ორგანიზმი მე ლაგდება და იცის რომ ამ დროს მოვა საკვები, გარჭილება გადადება რესურსი. აი მაგალითად არიან ხალხი, რომელიც თელი დღე არაფერს ჭამენ, საღამოს დაჯვენ შეჭამენ და მაინც უხდებიან იმის გამო რომ ორგანიზმი იცის რომ 24 საათი საკვებს ვერ მიიღებს. ამიტომ იწეს მოდი გადავდები და მე მოვა არ მოვა. ანუ ინტერვალურ კი, ჯობია. ან შიმშილი მაშინ. და ინტერვალური შიმშილი ან შიმშილი მაგალითად თუ ესეა. 16 საათია ეს ბოდიში 16 საათიანი, 18 საათიანი მომხრე ხართ ამის. იმ შემთხვევაში თუ თქვენ არის ესეთი მეთოდი ბალახოვანს, ანუ უჯრედოვან კვებას აწვდით. უჯრედი რო იკვებებოდეს. ანუ 19 სახეობის ბალახია, თაფლი და ლიმონს ურევთ და ჩაის სახით ღებულობთ. რომელიც თქვენ ორგანიზმს კვებავს, მაგრამ კუჭი არ ძღება და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ აი მაგალითად ეხლა ძალიან მოდიათ ვიტყვი ტრენდულია რაღაც ინტერვალური შიმშილი, ხო, 14 საათიანი, 16 საათიანი, 18 საათიანი. ისთვის მიზანი რა არის? რო დაიკლო. დაკლება რადგინად? ვთქვათ, კაი ფორმაში. კაი ფორმაში ეგრე ვერ იქნებით. მანახეთ მე დაკლებული, რომელიც არაფერს არ აკეთებს და კაი ფორმაშია, ერთი მანახეთ. ნუ როგორ არის იცი, მე მაგალითად აი პირადად ჩემზე ვიტყვი, ხო? სიგამხდრე არასოდეს არ მიხდებოდა, არც ყოფილვარ გამხდარი არასოდეს, ანუ ჩემ სხეულს სიგამხდრე არ ახსოვს. მაგრამ ნუ ყოველთვის ვარჯიშობდი, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ხორცი, რასაც ქვია, კუნთი განვითარებული ყოველთვის მქონდა. თუმცა 4 ბავშვი, შობიარობა, ეს რაღაცა პრე და პოსტ შემთხვევები, რა თქმა უნდა, აგროვებ ცხიმს. თუ მით უმეტეს გაქვს რაღაცა წყენა და ასე მენტალური რაღაცა პრობლემები, რომელსაც ანუ დროთა განმავლობაში მე უკვე კონკრეტულად რაღაც კონკრეტულ ასაკში რო შედიხარ, ებრძვი და ნელ-ნელა უკვე იქამდეც მიდიხარ, რომ ესეც აღარ გაწუხებს. მაგრამ ნუ არის მაინც აი ეს ვერ გაიქცევ. ხო და მთავარი ახლა არ დამეკარგოს აზრი, იმიტომ რომ თქვენ არ აგაქვთ წარმოდგენა თქვენი ფორმის გამხდარი როგორ იქნებით. თქვენი ორგანიზმა არ იცის. აი მაგალითად უმეტესობა რომ მოდიან ვარჯიშობენ, ხო, დაიკლებენ, მე ისევ იმატებენ. რატო? იმიტომ რომ ეს უნდა ჩაუჯდეს, ორგანიზმმა უნდა მიიღოს, ეს მდგომარეობა უნდა მოსწონდეს და მე უკვე რთულია მომატება. თქვენ სიგამხდრე არ მოგიხდით, მაგრამ თქვენ სიგამხდრეზე არა აქვს ლაპარაკი. აქ არის ლაპარაკი სავსე ოღონდ ცხიმის და იმების გარეშე. არაფერი ჩამოკიდებული არ უნდა გქონდეთ. აეგაა. ბევრი მე მინახია გამხდარი, ყველაფერი უკიდიათ. აზრი. მათ შორის აერობიკის მასწავლებლებიც, ცელულიტებით და რავიმე. აქ არის ვარჯიშს როცა იწყებ, უნდა გქონდეს მიზანი რა გინდა. ეგრე არა, მოხვედი და მაღაზიაში რომ შედიხარ, რაღაცას უყიდულობთ.
ისე ყიდულობთ, უნდა იცოდეთ ხო რას ყიდულობთ საერთოდ, რა გინდათ. არის ბევრი ყიდულობს მოვა და ვიყიდი რა, მაგრამ რა თუნდა. უმეტესობას უდევს სახში. მიზანი უნდა გქონდეთ. აი მიზანი როცა დასახული გაქვთ, უფრო მარტივია. უნდა ხედავდეთ თქვენ თავს, წარმოდგენით მაინც და ეს ნენელა ყველაფერი მოდის. მე მოგწონთ. აი თქვენ ეგ პერიოდი არ ქონია და მაშინ მარჯის აღარ დაანებებით თავს. შედეგი რო უკვე გაქვთ, კარგი, უკვე დამოკიდებული ხდებით, იმიტომ რომ გინდათ კიდე. ეს როგორც ნებისმიერი ამ დედამიწაზე ყველაფერი აქვს мотиваცია. როგორც სიყვარულს, როგორც სამსახურს ყველაფერს. თუ мотиваცია არ აქვს, რამე წინსვლა არ არის, არ გაინტერესებს. ბეზდება, შეულებრივია და როცა გააქვს, შენ გინდება კიდე. აბა კიდე როდემდე შემიგია, კაი, აბა კიდე როდემდე მე მოგწონთ თქვენი თავი. უკვე სხვანაირი ხდებით. მე ხვდები თურმე ეს ხეული ისეთი არ ყოფილა, როგორც მე მომწონდა. თქვენ უბრალოდ წარმოდგენა არ აქვს, როგორი შეგიძლიათ იყოთ იდეალური. აი ეგა. აი როგორც კი მაგას დაისახავთ, ან რაღაც როგორ უნდა წარმოიდგინო? სარკეში. ნუ ეს მე პრინციპში არ მაქვს ეს პრობლემა, ვიზუალიზაცია საკმაოდ კარგად მაქვს დავაგებული და ამ ყველაფერს ვიყენებ. ვიზუალიზაცია სჭირდება საქმიანი. მაგრამ აი სხეულთან თითქოს უკვე მიმღებლობა, აი მართალი ხარ, თითქოს უკვე მიმღებლობა გაქვს იმის, რომ ნუ it's okay, ახლა 4 ბავშვი გავაჩინე, უკვე ბებია ვარ, არც ისე ცუდად გამოვიყურები და ნუ რაღაცა it's okay, მაგრამ არც იმასაც გაგიმხევთ, რომ მაქვს რა თქმა უნდა, მე პირადად მაქვს ჩემი კომპლექსები და აგერ მაყურებელსაც გავამხელ, ვიღოთ იმისა, რომ თქვათ, შემიძლია ჩარცვა დღეს ელასტიკები, შემიძლია თქვათ ჩარცვა ცოტა ისეთი სხვანაირი ტანსაცმელი, რომელიც მიკვეთავს სხეულს, მაგრამ თუ ადრე მქონდა აი რაღაცნაირად, ხო იცი, აი ძალიან კრიტიკულად ვდგებოდი რაღაც კონკრეტულ მომენტს. ეხლა თითქოს აი ნუ აი გადავიდა სხვა ეტაპზე. რაღაცა ესე, აი თავარია რომ აი სახე კარგად გქონდეს და თორე ეგ გიჩანს შინია დაკლების, აი მე მაგალითად რომ მეთქი ზედმეტად არ მე ცუდად არ აისახოს მაგალითად სახეზე, იმიტომ რომ ქალი ეს ბებია ჩემისგან ვიცი, ქალი რომელიც თქვათ 50+ ხო, იწყებს უკვე ნუ კლება როცა მიდის, წონის, ძალიან არც ისე სასიამოვნოდ აისახება სახეზე. ხო, მასეა. თუმცა ისიც ვიცი ანატომიურად, რომ თუ შენ ჯანსაღი კვებით და ჯანსაღი ცხოვრების წესით ამ ყველაფერს იზამ, აუცილებლად დადებს შედეგს. და მე პირობას გაძლევთ, აგერ კარენიც აგზის, რომ აუცილებლად 20-21 წლიდან ვიწყებ აი ამ ყველაფერს, აუცილებლად უნდა დავიწყო. თუმცა ისევ და ისევ დაუბრუნდები, მაინც ქალებს კიდევ ერთხელ გიხსნით. ქალს ჭირდება არა კრემები და მაზები, ჭირდება მოძრაობა, იმიტომ რომ სისხლი არის ძირითადი მკერდა. ეხლა უყურეთ, თქვენ რაღაცა პრობლემა გაქვთ. წამალს ვსვავთ და ვერ ირგებთ სიტყვაზე. წამალს ახლა ცუდით სათქვამია, მაგრამ წამალი მიიღეთ და არ გშველეთ იმის გამო, რომ სისხლის მოძრაობა არ გივარგათ. ბერაცთვის იქ, სადაც უნდა მიაწოდოს. ჯერ ერთი. მეორე, ძირითადი არის ახლა ყველა ტენდენცია ამ ბალახომაზე ხორცია. თუ გინდათ დიდხანს ახალგაზრდა იყოთ, ხორცეული აუცილებლად უნდა. ტყუილია ეს, იმიტომ რომ ახლა უყურეთ, ყველა რატო გაქრა თუ რა, ყველას გადაყავთ ხელოვნურ ხორცზე. თვითონ ნუ ხორცია რა იგივე. ბევრი კიდე აკრძალავს საერთოდ არ ვარგა როგორ შეიძლება რატო? იქ ის ცოდვა ცხოველი და ის ჩვენ ვართ კაცებლები. რა არ შეიძლება ჩვენთვისა ეს დედამიწა საერთოდ არის ადამიანისთვის. ან მეორე ვარიანტი ჩვენ ვართ ჭიებისთვის. ეგეთი პონტია. სხვა არა ხო. ორი ვერსია. ან ხო იძახიან კარემ რომ ანუ ზოგს მაგალითად არ შეუძლია ხორცის ჭამა. ნუ არ შეუძლია. გასაგებია. თევზის ჭამა ხო შეუძლიათ? თევზის ნუ კი, მაგრამ კვერცხის ჭამა ხო შეუძლიათ? მაგალითად მე აი ბოლო რაღაც ხანამდე ვიცოდი რომ რძე თურმე ძალიან მაგარია. ძალიან კაი. მე მაგალითად ეხლა ხო დღის განმავლობაში 3 ჯერ ავსვარ კეფირს.
ამაზე მე რეპორტაჟიც მაგ გაკეთებული, რომ მაწონი, კეფირი, აირანი ეს ყველაფერი ძალიან სასარგებლოა. მაგრამ ნუ იქაც ხო არსებობს თავის წესი, როდის შეგიძლია, რასთან ერთად შეგიძლია. ხო მაგალითად, ქალბატონი შეიძლება კეფირი დალიოს, მაგრამ რაღაცა კრუასანთან ერთად. რატო კრუასანის გარეშე არაფერი სხვა არ დაიჯერებთ. მე წნილს ჭამ, ხორცს და კეფირს ვაყოლებ. მე დავიჯერებ რა. არანაირი პრობლემა არ მაქვს კუჭნას. შემწვარ კარტოფილს ჭამენ და მაწონს აყოლებენ. ეგ სხვა არის. ეხლა უყურეთ კიდე რა ფაქტორია მთავარი ერთ-ერთი არაფერი არ უნდა დააყოლო. რას? როცა რაღაცას ჭამ. იმიტომ რომ ხო გითხარით, აი ეს საკლაპავი ნიგერი ყველაზე მთავარი. ეს იწოვს და ეს ამარაგებს სხეულში ყველაფერს. თუ ამან არ შეიწოვა, ჩადის ყველაფერი კუჭში. გშირდებათ მალე. ეს წყალს ან რაღაცას ვაყოლებ, ეგრევე რეცხავს. კეფირი არ რეცხავს, იმიტომ რომ ეგეთი არაა. ფლორას შექმნის, ხო? თხევადი არ არის ეგეთი, მაგას ვერ შვება. რატოა ეს საწურბავები მოგონილი? იცით? რომ ესე ჩავიდეს და არ ჩამორეცხოს. ხო, მაგრამ აი ნახე, მაგალითად თუ ცოტა ისეთ მძიმე საკვებს, მძიმე, ახალ წელს იზე მიაყოლებ კეფირს, აირანს და ასე შემდეგ, it's okay. მძიმე საკვებს რას ეძახით? აი რაღაცა ახლა იქ ფხალი, ხო, ნუ მოდით გეტყვი რომ ფხალი, ბადრიჯანი ეგეთი რაღაცა არ ვარგა საერთოდ. გასაგები არ ვარგა, მაგრამ ხო შეჭამს მაინც ადამიანს. ძალიან ცოტა შეგიძლიათ. არ ვარგა და არის ესეთი გამონათქვამი, მე მგონი ჩინური, ჯობია საჭმელის ჭამო როგორც წამალი, ვიდრე წამალი როგორც საჭმელის. ხო, მართალი ხარ, მე გემხრობი. ყველაფერი გასინჯეთ, მე პრეტენზია არ მაქვს, ნუ შეჭამ. აკეთებს მაინც ამ საჭმელს. მე მაგალითად პირადად არ ვაკეთებ, სიმართლე გითხრა და ჩემ შვილებს და ვინც არის, ვეკითხები რა გიყვართ, რა მოგეწონებათ, რომ იყოს თქვა რაღაცა კონკრეტული, მაგრამ მაინც არსებობს ეს ტრადიცია, მაინც თითქოს და აი უნდა იყოს. რატო არსებობს ეგ ტრადიცია? რატო? იმიტომ რომ ეგეც შემოთენილია. არ არის წინაპრებისგან. არც წინაპრებისგან არის არაფერი ეგ ტყუილია. მე მაგალითად ახალწლის სუფრას ვერ ვიტან. აი პროსტა ვერ ვიტან ახალწელზე რომ აი მოდი არ მინდა ვაფშე არაფერი სუფრი. საერთოდ არ მინდა. და ზოგადად არასოდეს ახალწელს არ ჭამ ყველაფერს. ანუ რაღაცა ერთი მაქვს ამოჩემებული და იმას ანუ ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ღორის ხორცი, იქ რაღაცა ჯონჯოლი და ასე შემდეგ. მე გავიგე რომ არ შეიძლება ჯონჯოლი და ეს პირიქით, კი. ხო და მე უკვე დრო რო გავიდა, ახლა უკვე მარხვის პერიოდი ემთხვევა ახალ წელს და რაღაცნაირად ისედაც არ ჭამ. მაგრამ ჭამ მაინც ხალეულს ჭამ, ხო, რაღაცა იქ ბაჟვე, იქ კიდე რაღაცა, ეს ყველაფერი მაინც და ყველაფერი საერთოდ ესე რო ვთქვათ, ნუ არ ვიტყვი, ეს 50% მაინც ძალიან მავნია საახალწლო სუფრაზე. ეგ არის სპეციალურად, რომ ადამიანი გაასკდეს და მერე ჭირდებოდეს კუნალობა. ეს სასმელი მით უმეტეს. და აი რა ვქნათ, ნუ სასმელი ხო გასაგებია. თქვენი ცხოვრება, თქვენ უნდა მიხედოთ, რა გჭირდება თქვენ. გირჩევნიათ ერთი დღის გამო გაიფუჭოთ ჯანმრთელობა თუ სულ ჯანმრთელი იყო და ის გამოტოვოთ. მე ვფიქრობ, რომ აი ვინც უფრო ასაკობრივი აფასებენ, მე ჯანმრთელობა რა არის. სანამ არ შეგეხება პირადად. ამიტომ მე უკვე არა ვარ ისე რომ აი ადრე რა მაგალითად ბევრს ვავდი მე, მაგრამ შეავშე აღარც ინტერესი აღარც ინტერესი. მოწევა ცნობილი ფაქტია რომ კარი ძალიან ბევრს ეწევა. სიგარეტი არის ჩემი აი რა ვიცი, აი არ დაიჯერებ ღამე რომ ვიზნებ როდის გათენდება რომ მოვწევი. უზმოზე არ ვეწევი, ღამე არ ვეწევი. მაინც ეწევა. მიყვარს სიგარეტი სიგიჟემდე. ნუ სიგარაც მიყვარს, მაგრამ სიგარა ძალიან ხო, არის მავნე ჯანმრთელობის. ნუ როგორც twin აღიქოს. twin თუ აღიქოს რა არა. ეგრე ბევრი რამეა მავნე. აგერ აი გადით ჰაერი არის, არ არის. წყალიც არის მოწამლული, მაგრამ ნუ ხო, მაინც ახლა მოდი რაღაცა პატარა რეზუმე გავაკეთოთ ამ ჩვენი საუბრის, ხო? ჩვენ ახლა არ ვაძლევთ კონკრეტულ რჩევებს, უბრალოდ საუბრობთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მნიშვნელოვანია სწორად დალაგებული კვების სისტემა. აქ არ არის საუბარი, შეიძლება თუ არა ხურცი ჭამო, ღამე თუ დილით. ჩვენ საუბრობთ იმაზე, თუ რამდენად
მნიშვნელოვანია კონკრეტული პროდუქტების სწორი შეჯამება, ანუ მათი თქვათ ერთად გამოყენება, კონკრეტული დრო, რა დროს უნდა გამოიყენო და ასევე მე როგორც ვიცი, თქვენ აქცევთ ყურადღებას სისხლის ჯგუფსაც, ხომ ასეა? ნუ ჩემი გამოცდილებიდან და ცოდნა გამომდინარე ვიცი, რომ მეორე მაგალითად სისხლის ჯგუფი ეს არის უფრო ადამიანები, სადაც საკვებში უნდა იყოს უფრო პრივილეგირებული ბოსტნეული. ასეა? ხო, ოღონდ ცოცხალი არა. Вообще საერთოდ, როგორაა, იცით, თერმულად დამუშავებული. კი, ჯობია. და რო იძახიან თერმულად დამუშავებული ბოსტნეული არის მავნე, ეგ არ არის? ანუ რა გამოდის, რა არის სწორი და რა არა? არ დაიჯერეთ. მე ვარ უკვე კაი ხანია შოქში, იმიტომ რომ სიმართლე საერთოდ არ არის, მაგრამ ეხლა ადამიანზეა დამოკიდებული, როგორც ჯერა, ისე წამს, ხო იცით? ხო, მაგრამ ხო არსებობს რაღაც მეცნიერული კვლევები? არ არის მეცნიერული კვლევები. სულ არის ზღაპარი, დამიჯერეთ. სულ არის ზღაპარი. ყველაფერი. ხო, მაგრამ აი, თქვა სიტყვაზე ახალ წელს მოგინდათ დალევა. წნილი დააყოლეთ. კიტრი, პამიდორი, всё, არბეთი არაფერი არ ჭამოთ. ანუ ეს სწორი კომბინაცია. ხო და მოდი რჩევები მიცეთ. და მოგეცით, რა რჩევა გინდათ, ალკოჰოლი არა. ვინც ვახს ალკოჰოლს, ხო? და ეხლა ყველა დალევს აუცილებლად, მიუხედავად იმისა, რომ მე საერთოდ ალკოჰოლს აღარ ვეხები, მე მგონი 1-7 წელია. მაგრამ ახალ წელს მაინც ერთ ჭიქას ხო ყველა ერთმანეთს მიუჯახებთ. მივაყოლოთ წნილი. კი, სიტყვაზე თუ სვავთ არაღს, ვისკის, ეხლა მე მაგალითად მე შამპანიურს არ გისურვებთ, სიმართლე რო გითხრათ. თავის მიზეზად თქვენ შამპანიურისგანაა გაკეთებული. გაზი საიდანაა? ნუ ღვინო საიდანაა? ღვინო ციგივია, ოღონდ დაგაზული არის ბაქტერიების კუილია, ბოდიშით. აი, ღვინოზე მაგას ხო სასარგებლოა? არაფერი სასარგებლო არ არის. ეგ მექიმებმა გითხრეს თქვენ. არა, ექიმებმა აბა მეგითხრათ. ძალიან რომ აი მაგალითად ჩვენი წინაპრები ბევრი შემთხვევა არსებობს რომ მაგალითად ყვებიან რომ აი ჩემი ბებია გარდაიცვალა 100 წლის ასაკში მაგრამ ყოველ მე გეტყვით ყველაზე მარგებელი სასმელი შეიძლება მარგებელი არა ყველაზე არა უშავს რა ყველასთან შედარებით ეს არის ჭაჭა ოჯახში დამზადებული უშაქრო ღვინოც ნუ მოსულა მაგრამ თუ შაქარი არის უკვე всё მან მოჩენილია ლაპარაკი ოდნავ კი აი, მაშინ რაც ეხება ტკბილს, ჯერა რომ ტკბილი არ შეიძლება. მაგრამ ნუ მაინც ცოტა მაინც. ეხლა აგიხსნით. ყველაზე მთავარი რა არის? აი თქვენ ხართ, ზიხართ და მოგინდათ ტკბილი. შეჭამეთ ეს ტკბილი ნაჭამზე. იქ კოშმარი ხდება. და ჭამამდე რო ჭამოთ, თქვენი ორგანიზმი ღებულს როგორც ტკბილს დანარჩენს. რასაც შეჭამთ. აი შეჭამეთ ერთი კამფეტი, მე შეჭამით ამდენი საჭმელი სიტყვაზე. ანუ ესე იგი სწორად ვიქცევი, ეს არ ვიცოდი და უბრალოდ ესე ვაკეთე, მაგალითად, თუ სადმე მივდივარ, პირველს უყვეთავ ჯერ მაგალითად ჩიზკეიკი ძალიან მიყვარს. ჩიზკეიქს? სწორი არა და მე უკვე ჩათვალე საჭმელს ვაყოლებ, სულ ჩიზკეიკი შეჭამეთ. მართლა? უი. ესე იგი, კარენ, მე თქვენთან უნდა მოვიდე და ამიწერეთ რა, თუ შეიძლება რაღაცა სწორი კვების სწორი კვება ესე არის მე უნდა რაღაცა თქვათ დაგიწეროთ ჯერ და იქიდან სტარტაპი ავიღოთ როგორ იმოქმედებს თქვენს ხეულზე ორგანიზმი თქვენ მიყვებით რომ ესია ისია და იქიდან გამომდინარე ცვლით უნდა გავაკეთო გამოწვევა ჩემი ორგანიზმისთვის და ეხლა ნუ წელს მომავალ წელსაც არა სადღაც აი 2-3 წელი ზუსტად ვიცი დამჭირდება რომ მივიღო ისეთი სხეული როგორც მე მინდა რომ მივიღო თქვენ გეკნებათ იდეალური სხეული, როცა დაალაგეთ მთლიანად ჯანმრთელობას. ანუ სტარტი ეგ არის. აი მე ჩემთან რომ მოდიან კლიენტები, ყველაზე პირველი ჩემთვის მნიშვნელოვანი თქვენი ჯანმრთელობა. ნუ ჯანმრთელობას მადლობას არ უჩვენებ. ხო, ჯერ. მე მაგას საერთოდ არა. მაგრამ გიხსნით. გიხსნით.
ჯანმრთელობა ეს არ ნიშნავს რომ არ წევხართ და ალბათ არ ახართ. ჯანმრთელობა ეს არის რომ თქვენ შეგიძლიათ აირბინოთ წყნარად, დაკუზის დროს თუდად არ ხდებით, წნევა არ გიწევთ. საერთოდ გიხსნით ახლა ყველა ხო ეგრე არაა? მე 60 ბუქნა მაგ ყოველდღე. საერთოდ გიხსნით. ჩვენიერი კი, ნიუმივაიკი მაგითხრათ? და ასევე ვაკეთებ. ძალიან მაგარი. სუნთქვის პრაქტიკებს ვაკეთებ, ძალიან მაგარი. სილეთებს, პლანკას ვაკეთებ. ნუ რაღაც ჩემი კომპლექსი მაქვს და ვაკეთებ ყოველ დღე. აი რომ გასკდეს მიწა, მაინც ვაკეთებ. 9 საათი ყოველ დღე. პატარაზე ცხიმი უნდა გქონდეთ, თუმცა პატარაზე. იმიტომ რომ ეს აუცილებელია, თორე არ იქნებოდა ორგანიზმში. მაგრამ აი შეშუპება, ნახე, მე აი სახესთან მადლობა ღმერთს პრობლემა არ მაქვს, იმიტომ რომ ფლოპ ტექნიკებს და აი ამ ყველაფერს ვასრულებ. ესე იგი იქითაც ვურებთ, სადაც არაკეთებ ტექნიკებს. აი რას ვამჩნე, ვიცი? აი მაგალითად, მაქვს პერიოდები, როდესაც ჩვეულებრივად აი ასე მგონია რომ გავხდი. მეხოთ იმისა რომ აფერი არ შეცვლილა. დარწმუნდა არა შეცვლილი იქნება. კიდე ნუ ხა ქალურ დღეებზეცაა დამოკიდებული და ასე შემდეგ. მაგრამ აი დააკვირდით, მან ცვლილება რაღაცა იქნება, არ არსებობს. და სადაც ეგრე გეჭიროთ თავი. ხო, შეიძლება. და კიდე ფრენა. აი მაგალითად, როდესაც მიხვეთ იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვიძახი ფლოპ ტექნიკებს, ლიმფოდრენაჟის, სახის ლიმფოდრენაჟის, სხეულის ლიმფოდრენაჟი, ანუ სუნთქვის პრაქტიკები, მედიტაციები, ეს ყველაფერი არის ჩართული სხეულში. მაგრამ მაინც უკონტროლოა ეს პროცესი. აი წარმოიდგინე, ეხლა მოგვიწია ჩემპიონატებზე ფრენა. ესე იგი, თბილისში ის შარვალი, რომელიც მეცვა იმ დღეს, ჩავფრინდით, თან, ნუ არ ვჭამდით საჭმელს თითქმის. შარვალში ვეღარ ვეტევი. მან ორი ფაქტორია. ერთი არის რომ თქვენ კლიმატს აცვლით, მეორე კიდე თქვენ პატარაზე მაინც პრობლემა გაქვთ. ჰაერში როგორც ადიხარ, წნევა იცვლება. წნევიდან გამომდინარე, მაგრამ მე თუ იქვე ცხრება, ფრენის ბრალია. თუ არა, ესე იგი კლიმატის გამოსვლის ბრალიც არის. ხო, არ ცხრება, იმიტომ რომ ლიმფოდრენაჟს ვაკეთებ. ესე იგი თქვენ არ გიხდებათ იქაური კვება, წყალი, იმიტომ რომ წყალზეა დამოკიდებული. ხო, იმიტომ ვიძახე, აი ეს დიეტოლოგი ბანანი ჭამეს, არ არის საჩვენო ეს. ანუ წყალზე ძალიან სწორედ თქვი. ესე იგი, რაღაც კონკრეტული ქვეყნის წყალი შეიძლება არ მოგიხდეს. აი მაგალითად მე შევამჩნიე, რომ ამერიკაში რო ჩავფრინ, მივხვდით იმისა, ამდენი საათი ვიფრინე, ხო? ჩვეულებრივად. თან იქ ცოტას ვარჯიშობდი, დავდიოდი სუნთქვის პრაქტიკებს ვაკეთებდი, ჩამოვედი რაღაცა, ნუ საერთოდ პირიქით, აი რაღაცნაირად პირიქით უფრო თითქოს გავხდი. და აი მაგალითად თურქეთი ხო აქოია. ხო და დაცხრა არ გეყოთ, იმიტომაც დასიებული ჩახვედით. ამერიკაში რო გაფრინილიყავ, ცოტა დიდხანს ორ წლეები ერთხელ თითფრინავს, გავხდარი ჩახვედოთ. ესე იგი ხო, ანუ ორგანიზმი ცოტა იმასქნა მიიღო და შეეგვა იმასქნა, ხო, დაალაგა შეიძლება გამორიცხულია. ხო და ეს კიდე არ ეყო. ნუ პლუს საკვებიცაა დიდი მნიშვნელობა. საკვები ან წყალი უფრო, ხო? ყველაფერი მაგ წყალზეა, რა მნიშვნელობა? აი მაგალითად, ჩემ წიგნში წერია, თუ წაკითხული გაქვთ, 5 ადგილია დედამიწაზე და წყლის გამო ხალხი ცხოვრობს დიდხანს. ხო, ეს ძირთადად მთის რა. მთის არა, სადაც შოვეჩი წყალს აქვს. იმიტომ იძახე, ლიმონი ეწყალ, ერისთვის არ კაი, სულ უნდა სვა. აი იმ წყალს ბუნებრივადაა გეკ. რაც შეიცავს ლიმონის სიტყვას. იმიტომაც ყველაფერს ჭამენ, ღორის ხორცაც, იმასაც, ნუ არაფერი. ხო, ცხოვრობენ 150, 190, 200 წელი. ხო, მაგრამ აქ ხო მენტალური მომენტიც არის, ხო? ანუ შენი შინაგანი მენტალური მდგომარეობა, შიშები, სტრესები, ანუ სტრესი შიშის ფონზე, მე სოციუმი, აქ ხო ამ ყველაფერს შიში არის, შიშიც არის შემოტენილი, თორე საერთოდ შიში არაფრის არ არის. ეს არის ხელოვნურად გაკეთებული. იწყება 5 ტიპის შიში არის, ყველაზე ძლიერი სიკვდილის, მაგრამ არის ბევრი შიში, იქ ქონების, იქ რაღაცის დაკარგვის, ასე შემდეგ. ეს შიშები, როგორც კი შიშებს მოირჯულებთ, პრობლემა აღარ აქვს ცხოვრებაში არაფერს. საერთოდ. ნუ ხო, ზოგადად შიში იწვევს მე
ამიტომ ახლა დააკვირდით. შიში ელემენტარულად აი გამოაცხადეს ის პანდემია და ყველა პანდემიას თავი დაანებეთ ტელევიზორი ჩართეთ სულ შიშებია ხალხს აშინებენ იქ ის მოხდა ის იქ აფეთქდა ის ისა კრიზისია იქ უსამსახუროდ არ დავრჩევა აი მე რა უნდა ვქნა და ასე შემდეგ. ანუ კარენ მოდი ასე უკვე დავაგვირგვინოთ ჩვენი საუბარი. Wellness კონცეფციით ცხოვრება და ჯანმრთელი ცხოვრების წესი განსხვავდება ერთმანეთისგან იმით, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესი ეს არის დისციპლინა, ეს არის საათები და wellness კონცეფციაში შედის ყველაფერი. ეს არის სწორი კვება, ეს არის თქვენი მენტალური მდგომარეობა, ეს არის თქვენი ფინანსებთან დამოკიდებულება, საკუთარ ტრადიციებთან, თქვენ კულტურა და ასე შემდეგ. დღეს საქართველოში ძალიან არასწორად მიიღებენ ამ ორ ცნებას მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ასოციაცია არის ზუსტად ასე ჟღერს საქართველოს wellness და ჯანსაღი ცხოვრების ასოციაცია. ანუ აერთიანებს ამ ორ მიმართულებას და ეხმარება ადამიანებს, ვინც ცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრებით, მაგრამ არა wellness კონცეფციით, დაეხმაროს რომ wellness კონცეფციით იცხოვროს და ასევე ვინც უკვე ცხოვრობს wellness კონცეფციით, ან აქვს სურვილი რომ ამ კონცეფციით იცხოვროს, ჩვენ აი ესე გაერთიანებული სხვადასხვა მიმართულების ადამიანები, ვისაც აქვს ცოდნა, გამოცდილება, ბატონი კარენი არის ჩვენი ასოციაციის ასევე ძალიან საპატიო წევრი. ასევე ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი არის ჩვენ ასოციაციაში, ვისაც ნელ-ნელა ესე გამოვიყვანთ და ვალაპარაკებთ და მინდა რომ დავეხმაროთ ადამიანებს ცნობიერების სასამართლებლად. იმიტომ რომ დღეს არის პრობლემა ცნობიერებასთან. იმიტომ რომ ეგ ცნობიერება მოკლეს, აღარავის აღარ აინტერესებს. გარშემო შეხედეთ რა. სადმე თუ დარჩა პროფესიონალი თავის საქმის, კარგია თუ არა და დღეს როგორ არის იცი? აი სწრაფად წყდება რაღაცეები. მაგალითად, თუ შენ, აი ნახე, მე მაგალითად ყველა მიცის, რომ აქ ჩემი Instagram-ი, რაღაცა ის TikTok-ი, ცოტა რაღაცა ახლა აგერ YouTube არხიც. ვცდილობ რომ უფრო აკადემიურად მივუდგე, უფრო სიღრმისეულად. ნახე, აქაც უკვე პირობებს გიქმნიან, რომ ამდენი არ ილაპარაკო, ამდენი არ არის საჭირო, სწრაფად უნდა თქვა ორი სიტყვა. სწრაფად როგორ უნდა მისცე ადამიანს ბიზნესია, ეგრეა. გასაგებია, მაგრამ ჩვენ ვართ ამ ყველაფრის ნაწილი და სხვანაირად არ გამოდის. ან უნდა მოვერგოთ ამ ყველაფერს, ან უნდა გადავსახლდეთ საადმე, გავაკეთოთ რამე საინტერესო ქალაქი და აგერ ხო შეგვიძლია ჩვენს შევქნათ რამე ცალკე ქალაქი და ჩვენვე გავსახლდეთ საქართველოში იმ ქალაქში და ვიცხოვროთ ესეთი wellness ქალაქში. აგერ იდეაც მოგეცით. ძალიან რთულია, იმიტომ რომ ინდუსტრია მუშაობს თქვენს წინააღმდეგ. კი ბატონო, ინდუსტრია, მაგრამ ხო, არის ხალხი, იმედია რომ თულად არა ვარ დაღუპულები, ვისაც ეს სჭირდება და ესმის. ნუ ყოველი შემთხვევისთვის ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ ჯერჯერობით, მაგრამ ჩემი ძალიან დიდი იმედია, ვინაიდან მე ჩემ თავს თვლი რაღაც ნაწილობრივ მისიონერად ამ კუთხით, მინდა რომ ჩვენ ასოციაციაში იყოს რაც შეიძლება უფრო მეტი საინტერესო თქვენსავით საინტერესო ადამიანები, ვინც გაუზიარებს თავის ცოდნას, მიიღოთ მონაწილეობა ჩვენ რიტრიტებში, ჩვენ wellness ტურებში, რომელსაც ჩვენ ვაწყობთ, ჩვენ შეხვედრებზე მობრძანდეთ, სადაც კარენი და კიდევ ძალიან ბევრი, ძალიან ნიჭიერი, ძალიან დიდი მასტერი და პროფესიონალი თავისი საქმის გამოვლენ და გაგიზიარებენ საკუთარ ცოდნას. ვინაიდან შემოწმიფასო მეგობრებო, ძალიან რთულია ის ცოდნა, ის აი ესეთი დიდი, მოდი ასე ვთქვათ, ბაგაჟი, ხო, ამ ცოდნის აი ამ პატარა თუნდაც 9 საათიან არხში ან რაღაცა საუბარში ჩატიო, ხო? აი ხო ლაპარაკობ, ხან რა იდეა მოდის, ხან რა იდეა, მინდა რომ ყველაფერი კითხო, მაგრამ არ გამოდის, ხო? შეიძლება მეორე გადაცემაც გავაკეთოთ, მაგრამ ესეც არ ვიცით, იმიტომ რომ ხან დროის ფაქტორია, ხან ბევრი სხვა კიდე მომენტები არის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ვინც არის დაინტერესებული, შემოგვიერთდით.
ასევე შეგიძლიათ კარენს აქვს თავისი Instagram გვერდი, გამოიწერეთ და ასევე ძალიან დიდი მადლობა კარენს, რომ დღეს მადლობა თქვენ. მიუხედავად იმისა, რომ სანამ აქ მოვედით, ახლა არის გვიან გარეთ უკვე. კარენი დგება 5 საათზე, მითხრა, რომ 9 საათამდე უნდა მოვჩით, იმიტომ რომ უნდა ჭამო და ვიძინებ ადრე. ამიტომ ბოდიში კარენ რომ აი ეს დაგირღვიეთ გეგმა, თქვენი რუტინა. ლაითით შევჭამ. ხო, და იმედია გვაპატიებთ, მაგრამ ისიც მჯერა რომ ძალიან საინტერესო გამოვიდა ჩვენი საუბარი. მადლობა. შემდეგში თუ გექნება თქვენ ხართ საინტერესო. მადლობა დიდი, მაგრამ ამ შემთხვევაში ხო თქვენ თუ გექნება სურვილი, მე უფრო ჩავშალოთ აი ამ კონკრეტული პროდუქტებზე ვისაუბროთ, თუ თქვენ გექნება სურვილი, მაგრამ არასამუშაო დღეს. არასამუშაო დღეს, it's okay. და ასევე ძალიან მინდა რომ ვილაპარაკოთ კონტექსტს. რაზეც გინდათ, რაც ვიცი, იმაზე ყველაფერს გაგიმხელთ. და ბოლო იმაზე გეტყვით, ანეკდოტი არის ესეთი. ადამიანს გაუფუჭდება რაღაც დიდი დანადგარი. ვერდე ხელოსანს ვერ პოულობენ. იპოვიან ერთს მოვა, რამდენიო და 20,000-იო. ჩარტყავს ერთ ადგილას ჩაქუჩს და ამუშავდება. ჩაქუჩის ჩარტყვით ამორაგინო 20,000 გადახ. არა, ჩაქუჩის ჩარტყვა ღირს 5 ბანეთიო და აი დანარჩენი არის ჩემი სწავლები 20 წელი. რაც ვისწავლე, რაც გამოსtilde ეს ღირს მაგრენი. კი ბატონო, ზუსტად ასეა. მე ყოველთვის ვაფასებდი და დავაფასებ ადამიანებს, ვისაც აქვს ზოგადად დღეს გამოცდილება, ეს არის ყველაზე ძვირად ღირებული ვალუტა. ენერგია, გამოცდილება და რა თქმა უნდა, ადამიანის რწმენა. მადლობა კარენ. ეს არის ჩემი არხი ახალგაზრდობის ფორმულა შორენასთან ერთად. არხი, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად ყველას დაეხმაროს, იპოვოს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, მოახდინოს საკუთარი ცხოვრების ტრანსფორმაცია, სხეულის ტრანსფორმაცია და ასევე შეადგინოს საკუთარი ახალგაზრდობის და ჯანსაღი ცხოვრების და ასევე ხანგრძლივი ცხოვრების ფორმულა. დღეს ჩემი სტუმრის დახმარებით ფიქრობ გადავდგით პირველი ნაბიჯი კვებასთან დაკავშირებით, თუმცა ვფიქრობ ეს თემა ძალიან ღრმა არის და აუცილებლად შემდეგი ჩვენი ჩართვა იქნება ისევ კვებასთან დაკავშირებით, იქ უკვე ჩვენი სტუმრის დახმარებით გაგიზიარებთ რჩევებს და ასევე ჩვენთან ერთად თქვენ შეგიძლიათ სამზარეულოში მოამზადოთ ძალიან საინტერესო თქვენთვის სასარგებლო კერძი. გემშვიდობებით, თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესო იყო და მისაღები, აუცილებლად არ დაგავიწყდეთ ზარი, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პირადი мотиваციისთვის და არხის განვითარებისთვის და რა თქმა უნდა, გამოიწერეთ ჩემი არხი და გაუზიარეთ თქვენ მეგობრებს. შემოგვიერთით. საქართველოს ველნეს და ჯანსაღი ცხოვრების ასოციაცია არის ჩვენი არხის მთავარი მხარდაჭერი და ყველას მინდა რომ გადაუხადო მადლობა ლისი პანორამას ამ სივრცისთვის, ილიას, რომელიც დგას კამერის მიღმა და მიიღებს, ილიასაც ძალიან დიდი მადლობა და რა თქმა უნდა ყველა სტუმარს, თუ გაქვთ სურვილი მიიღოთ მონაწილეობა ჩვენ გადაცემაში, შემოგვიერთდით, მომწერეთ პირადში და ჩვენ აუცილებლად მოგცემთ ამის საშუალებას. ბედნიერად.